მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა, რამდენიმე დღე არ გამორჩენილ ვარ და გადავწყვიტე გავაკეთოთ გაშლა, სად ვარ ახლა, რა მიშლის ხელს და რა დამეხმარება, ხო? ანუ ნახოთ, რა სიტუაცია, სად ხართ ახლა, რა ენერგიებში ხართ, რა გისვლით ხელს და რა დაგეხმარებათ იმისთვის, რომ უკეთესი იყოს ყველაფერი. გავაკეთოთ ორ ვარიანტად, მაინც რომ ყველასთვის ერთი და იგივე ნამდვილად ვერ იქნება. პირველი ვარიანტი, გადაჩანს. მეორე ვარიანტი და იყოს თეთრი სპილო და მეორე იყოს, მოდით ისეთი ყვითელი ბუ. ნახოთ, სხვადასხვა სად ხართ ახლა, რა გიშლით ხელს და რა დაგეხმარებათ. იმედი აერჩიეთ, მე გადავწყვეტ ყვითელ ბუს, დავიწყოთ, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, სად ხართ ახლა. ეხლა ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ისეთ მდგომარეობაში და ისეთ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზეც კი ბრაზობთ, გარემოცვალზე ბრაზობთ. ბრაზობთ რატომ? არის მდგომარეობები, როდესაც ხვდებით, რომ თითოეული სიტუაცია, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, არის ჩვენი დანაშაული, ხო, რაღაცა მომენტით. თუნდაც ის, რომ თქვათ, ვინმე გვაწყენინა, ხო, რაღაც ურთიერთობაში მოხდა ისე, რომ იმაზე მეტის უფლება მივეცით პარტნიორს, ვიდრე უნდა მიგვეცა და შესაბამისად მივიღეთ გულის ტკივილი, ხო? თუნდაც სამუშაო კუთხით ჩავდეთ იმაზე მეტი ენერგია, იმის იმედით, რომ დაინახავდნენ და რა თქმა უნდა არ დაინახეს და შესაბამისად, ნახეთ, დღესდღეობით თქვენ ხართ რაღაცა ესე ვთქვათ, ბრაზის მდგომარეობაში, შესაძლებელია გარემოცვალზე, რომ სხვა ადამიანზე, რა თქმა უნდა, ან სხვა სიტუაციასთან მიმართებაში, ამ ადამიანმა კონკრეტულად ვერ შეაფასა, ვერ დამაფასა და ასე შემდეგ. მეორე ვარიანტი არის ის, რომ საკუთარ თავთან, ყოველ შემთხვევაში ეს შინაგანი ბრაზი არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ვინმეს მიმართ გვექნება მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში. ძალიან ესეთი ცუდი მომენტი არის, იმიტომ რომ ბრაზი, როდესაც არის ადამიანში, შესაბამისად ეს არის მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან გვაქვს ძალიან დიდი დისკომფორტი. რაღაცა მომენტი ბრაზის შემდეგ გადადის ხოლმე, ესე ვთქვათ, თვით გვემაში და თვით შეცოდებაში, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ადამიანი კარგავს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ვთქვათ, გაანალიზების დროს, ხო, ანუ ვთქვათ, თუ რაღაცაზე ბრაზობ, ჯერ ეს ბრაზი უნდა გადავიყვანო სინანულში, მერე სინანული რაღაცა, ესე ვთქვათ, შეცოდებაში და მერე ვიწყებთ მუშაობას. მაგრამ თუ კი ვიწყებთ პირდაპირ იმას, რომ გავაანალიზოთ, რა თქმა უნდა, იმ ორ პროცესს, რომელსაც ქვია სინანული და შეცოდება, ამას ვიღებთ და ვთქვათ, გადავდივართ პირდაპირ გაანალიზებაზე, რა დაგვეხმარება ამ ყველაფერთან, მაგრამ ესე მარტივი არ არის, როდესაც ბრაზი აქვს ადამიანს, უნდა არ უნდა, ის უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას. ბევრ შეცდომას რა კუთხით? ნახეთ, შეიძლება უბრალოდ ყველაზე მარტივი რომ ვთქვა, შეიძლება უბრალოდ ადამიანმა იყიდოს ის ნივთი, რომელიც არ დაჭირდება იმის გამო, რომ ის გაბრაზებული და უბრალოდ რაღაცა, ისე ვთქვათ, გულის გადასაყოლებლად საყიდლებზე წავიდა, ხო? ან რაღაცა წავიდეს ისეთ სამოგზაურო ადგილას, სადაც ვთქვათ, არ იყო საჭირო ამ ეტაპზე და ვთქვათ, უფრო სხვა მომენტი შეიძლება და შეერჩია, სადაც ნახეთ, ძალიან ძნელია, როდესაც ხარ გაბრაზებული, თლათ ისეთ სიამოვნებას და ემოციას ვერ იღებ გარემოცვიდან. ამიტომ რაღაცა ბევრი შეცდომის დაშვებაც ხდება ხოლმე, ხო? შესაძლებელია რაღაცა არასწორად ვთქვათ, რამაც გააფუჭოს კიდევ უფრო მეტად ურთიერთობა. არის რაღაცა მომენტები, როდესაც სიტუაციები განსაკუთრებით პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით ხოლმე ირევა და ანუ რაღაცას ვერ ვალაგებთ, მაგრამ თუ კი ჩვენ სიბრაზის მდგომარეობაში გადავალთ, შესაძლებელია ადამიანებმა ისეთი რამეები უთხრათ ერთმანეთს,
რაც მერე ძალიან რთული გახდება უკან დასაბრუნებლად, ხო? ანუ ყოველთვის ხო არ არის ის მომენტი, როდესაც რაღაცა გაუგებრობა არის ორ ადამიანს შორის და ყოველთვის არ არის ის, რომ ეს აუცილებლად უნდა დაშორდნენ, ან აუცილებლად უნდა დაიშალოს მათი ურთიერთობა, რაღაცა წყენა ყოველთვის არის, ხო? დედა-შვილს შორისაც შეიძლება იყოს რაღაც წყენა, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ დედა-შვილი არ უყვარს, ან შვილს დედა არ უყვარს. აი, ამიტომ რაღაცა ის მომენტი არის. ამ ეტაპზე პირველი ვარიანტი წარმოადგენს ძირითადად ხართ რაღაც ესეთი გაბრაზებულ მდგომარეობაში. ალბათ შეიძლება ის მომენტიც არის, როდესაც საკუთარ თავზეც გაქვს ხო ბრაზი, ნახე, ერთი და იგივე წყალში როდემდე უნდა შევიდე. ნუ ერთი და იგივე ურთიერთობაში ხო ერთად რაღაცა უბრალოდ სახელები როცა იცვლება, ხო მეტი არაფერი, ანუ სიტუაცია იგივენაირად და რესურსი იგივენაირად ვიხარჯები, თქვათ რაღაცა ემოციებით, აჩუქრებით თუ არ აქვს მნიშვნელობა და მე ბრაზობ იმაზე, რომ აი წინაზეც ხო იგივე შეცდომა დავუშვი და ეხლაც რატო დავუშვი იგივე შეცდომა. ხო აი არის ეს მომენტი ხო. კარგით ნახოთ რა გიშლით ხელს ზოგადად. რატო ხდება ესე? რა გიშლით ხელს? რას ნიშნავს ეს? რა გიშლით ხელს? აი, ნახეთ ესე ვიტყოდი, რა გიშლით ხელს არის ყველაზე ძალიან საინტერესო მომენტი. ნახოთ დავიწყოთ იქიდან, რომ რეალურად მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ არ აკвირდებით სიტუაციებს. ნახეთ, ერთი კონკრეტული მდგომარეობა არ არსებობს არსად, არც ერთ, არც სამსახურში, არც ურთიერთობაში და არც არაფერში. ნახეთ, აი რა გიშლით ხელს? ზუსტად აი ნახეთ წაღამ თქვი, რომ ერთი და იგივე საკეთებთ, უბრალოდ სახელები იცვლება, უბრალოდ შეიძლება სამსახურები იცვლება, მაგრამ თქვენი შეცდომა არის ერთი და იგივე გზაზე სიარული. როდესაც ადამიანს აქვს სხვა გზებიც, ხო, ანუ სხვა მიმართულებებიც, ახლა როდესაც წინა თქვათ სამსახურში ყველას მაგერ სამუშაოს თქვენ ასრულებით და არაფერი არ მიიღეთ, მადლობაც კი არავის არ გადაუხდით, როდესაც თქვენ თქვათ იქიდან წამოხვედით ან რაღაც მოგიწიეთ წამოსვლა და თქვათ არ მოუკითხი ხართ იქიდან არც ერთ იმ თანამშრომელს, რომელთვისაც რესურსი გაქვთ ჩადებული და დახმარება გაქვთ გაწეული. რატო თვლით, რომ მაინდა-მაინც ამ კონკრეტულ სამსახურში შეიძლება რომ აღმოჩნდეს ყველა მადლიერი თქვენი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ურთიერთობაშიც თუნდაც, როდესაც პარტნიორს დილაშუა დღეს საღამოს უკეთებს ნაირ სადილოს, როდესაც თვალებში შეჰყურებთ, როდესაც მის კომფორტზე ზრუნავთ, ფიქრობთ და რა ვიცი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ოღონდ ის იყოს ბედნიერი. რატო თვლით, რომ და თქვათ წინა ურთიერთობაში მსგავსი სიტუაციები და მსგავსი სცენარით მადლიერი არავინ არ დაგხვდა და კიდე იქეთ გითხრას, რომ სული ამ მხარე თქვათ შენი აი ეს ძალიან ესეთი ყურადღებით და სულ რაღაცა ესე გაწერილი ცხოვრებით, რატო გონიათ, რომ თქვათ ამ ურთიერთობაში იქნება ეს ყველაფერი სასიამოვნო და ამ ურთიერთობაში დააფასებენ. ნახეთ, ზოგადად აი როგორი რაღაც არის, თქვენ ერთი და იგივე, ანუ ნახეთ, არ ცდილობთ როგორც ჩანს გადახედოთ და გაანალიზოთ დაშვებული შეცდომები. ნახეთ, როგორი მომენტი არის, ყველა ადამიანს გვიჭირს საერთოდ ზოგადად ვაღიაროთ ხოლმე, რომ რაღაცაში მე დავუშვი შეცდომა. ძირითადად 99% არის იმაზე, რომ სამყარო არის დამნაშავე იმაში, რომ რაღაცაში არ უმართლებს, სახელმწიფოა დამნაშავე, რომ არ უმართლებს, მეგობარი არის, მეზობელი არის, აღზრდა არის, დედმამის ბრალია, რომ აი ესეთი რაღაცა სხვანაირი გაზარდეს. არა, ნახეთ, კი ბატონო, გავიგეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი არის აღზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი სამეგობრო წრე, ძალიან მნიშვნელოვანი ის მდგომარეობა, რა მდგომარეობს და რა სამყაროში ცხოვრობ სახელმწიფოში. მაგრამ ის რომ მე განვითარდე, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ამაზე ვერავის ვერაფერს ვერ მოსთხოვს, იმიტომ რომ ნახეთ, თუნდაც მშობლები
მივიდნენ მიხვედით ხო 18 წლამდე კი ბატონო 18 წლის მერე დავიწყე ცხოვრება ჩემით უნდა მივხვდე რომ ნუ ერთხელ ჩაერივნენ ორჯერ ჩაერივნენ მშობლები ძალიან მარტივად ძალიან ისე მშვიდად დავუხსნა რომ მეც ჩემი ცხოვრება მაქვს მადლობა დახმარებისთვის მადლობა იმისთვის რომ გვერდით მიდგახართ და ვცდილობთ რომ თქვათ დამეხმაროთ მაგრამ მოდით თუნდაც რომ ესე ვთქვათ წავიმტვრიო ცხვირი ჯობია ჩემით რომ ანუ გავიგო რა არის ცხოვრების გემო და არ ვიყო ვინმეზე დამოკიდებული, ხო? ანუ უბრალოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობებს როგორც ჩანს გიჭირთ რომ აიღოთ. და ნახეთ ყველაზე ისეთი მომენტი რა არის აქ. სულ კონფლიქტურ სიტუაციაში შედიხართ. რა გიშლით ხოლმე? ეს არის თქვენი კონფლიქტური სიტუაცია საკუთარ თავთან. ნახეთ როგორი მომენტი არის. როდესაც ადამიანი ითვალისწინებს, ანუ მე არ ვიძახი რომ არ უნდა გავითვალისწინოთ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთი. ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში თუ ხარ, მით უმეტეს აუცილებელი არის გაითვალისწინო შენი პარტნიორის სურვილი, პარტნიორის გემოვნება, ფერები, სუნამოები და ანუ ასე შემდეგ. ხო, ანუ რაც მოსწონს თქვათ პარტნიორს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შევცვალო მისთვის. ნახეთ, მე თუ მიყვარს უბრალოდ ფილმის ყურება და პარტნიორს არ უყვარს ფილმის ყურება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საერთოდ ამოვიყო ფილმი ჩემს ცხოვრებაში. კი ბატონო, თქვათ, ერთად არ ვუყუროთ რაღაცა ამ ფილმს, მაგრამ მე ამას უნდა ვუყურო. თუნდაც კვირაში ერთი დღე, იმიტომ რომ მე ეს მჭირდება. მე მიყვარს გასეირნება, ხო, ბუნებაში. პარტნიორს უყვარს სახლში წოლა ჰამაკში, ხო? ნახეთ, მე მჭირდება გასეირნება, ამიტომ მე ის რომ ყოველდღიურად ვიყო ერთი და იგივე სივრცეში, ჩემთვის არის რთული და თუნდაც კვირაში ერთი დღე მე უნდა გავისეირნო. მე მინდა რომ ვიარო სპორტულ დარბაზში. კი ბატონო, ნახეთ, თქვენ აი თუ როგორც კი იმ რელსებიდან გადახვალთ, რომელსაც ქვია საკუთარი სურვილების და საკუთარი სულიერების მდგომარეობა, ნახეთ, ყველაფერი ზოგადად ადამიანს რატო აქვს ჰობი? რა არის ჰობი, ხო? ანუ რაღაცა სიტუაცია, რაღაცა თქვა, ვიღაცისთვის არის ჰობი ქსოვა, ვიღაცისთვის კერვა, ვიღაცისთვის წიგნის კითხვა, ვიღაცისთვის სათევზაო სიარული, ვიღაცისთვის ფეხბურთის ყურება, თამაში და ასე შემდეგ, ხო? ნახეთ, ეს ჰობი რა არის? ის არის, რომ მე ის მდგომარეობა, რასაც მე ვაკეთებ და რაც საქმიანობას, რასაც მე ვეწევი და მომწონს, ეს მე მაძლევს სულიერ მდგომარეობას. აი ნახეთ, თუ სულიერი მდგომარეობა არ მექნება, მე შესაბამისად გამოვიწურები ლიმონივით, ხო? აი ლიმონი როგორ არის? ნელა შიგნიდან ხო რაღაცა ეს ხდება ხოლმე ეს წვენი სადღაც იკარგება, შრება და საბოლოო ჯამში არის ესე ვთქვათ დაჭმჭული ხოლმე, ხო? ნახეთ, ანუ მე თუ არ მაქვს სულიერება, მე ვერ შევძლებ რომ სხვა შევავსო სულიერებით. მაგრამ მეორე მომენტი არის ის მომენტი, როგორც კი მე ვკარგავ სულიერებას, მე მაქვს შინაგანი ბრძოლა, ომი, ცხვუბი და ასე შემდეგ, საკუთარ თავთან. და რატო საკუთარ თავთან? იმიტომ რომ თუ სამსახურთან მიმართებაში რომ აი დავიღალე იმაში რომ თქვათ დარჩი რაღაცა სამუშაო საათებზე მეტს მუშაობ, იქ დასვენების დღეს რაღაცა გამოძახება მაქვს, იქ თქვათ პირობითად ვიღაცა ვერ ახსრულებს და იმ საქმესაც მემავალებენ და ასე შემდეგ. მოდით ერთხელ თქვით არა, ხო? ანუ თუ იმას ფიქრობთ რომ სამსახურიდან გამომიშვებენ და ვაი რა მეშველება თუ ისეთი კადრი ხართ, რომ გამოსაშვები ხართ, თუ დამიჯეროთ, რომ ადრე თუ გვიან მაინც გამოგიშვებენ. თუ ისეთი კადრი ხართ, რომელსაც ეყრდნობიან, არავინ არსად არ გამოგიშვებთ იმის გამო, რომ ადამიანს უთხრათ, რომ იცით რა დღეს მე ვერ შევძლებ დარჩენას 6 საათის მერე, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი რაღაცა პირადი ცხოვრებაც იმის იქით. დაგეგმილი მაქვს მეგობართან მივდივარ, თუ რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებელი არ არის ახსნა გამარტებას, რატო ვერ დარჩებით, უბრალოდ უნდა უთხრათ ადამიანს, რომ ვერ დარჩები. მორჩა. ამას რო გაიმეორთ რამოდენჯერმე, მერე უკვე კი არ დაგავალდებულებენ, არამედ გთხოვენ.
თუ გაქვს საშუალება დარჩი და არა ის რომ დარჩი. მე ჩემს დედლაინში ანუ რადგან დამიდებთ ვეტევი. ხო და პირობითად ეხლა დღეს რო გაგახსენდა რომ იცი რა მე რო 2 კვირა მომეცი ამ საქმესთან დაკავშირებით და ეხლა დღეს გაგახსენდა რომ 15 წუთში გაქვს მისაცემი, ესე არ ხდება. ანუ ეს ძალიან კარგი. ეს უნდა აუხსნათ რომ ესე არ გამოვა, იმიტომ რომ ამას ჭირდება დაკვირვება, ჭირდება გაანალიზება, დათვლა თუ რა ვიცი, რას აკეთებ, რას აკვიანოთ, ხო? და შესაბამისად მე როგორც მითხარით 2 კვირა შევეცდები, თქვა თუ ესე ძალიან საჩქაროა 2 კვირის მაგრივად გავაკეთო 10 დღეში. მაგრამ შევეცდები და არა ის რომ კი ოღო თქვენ და ღამეებს გავათენებ, არა. ნახეთ, თუ პირად ურთიერთობასთან არის მდგომარეობა ის რომ აი მე მინდა წავიდე კლუბში, მაგრამ თქვენ გინდათ რომ უბრალოდ სახში წარმოწვეთ, დაისვენოთ და რაცამ შვიდად მოусმინოთ წყალ მუსიკას, ან სულაც არაფერს არ მოусმინოთ და უბრალოდ იწვეთ თქვენთვის, ხო? სანჩვეულებად უნდა უთხრათ არა. გუშინ ვიყავით კლუბში, გუშინ წინ ვიყავით დღეს, მოდი გამითვალისწინე და დავრჩეთ სახლში, იმიტომ რომ მე მჭირდება დღეს დასვენება და სიმშვიდე. თუ არ გსურს, კი ბატონო, აგერ კარები იქ არის, წაბრძანდით, კარგად ბრძანდებოდ, კარგ დროის დარებას გისურვებ და გელოდები სახლში. ხო, ანუ ნახეთ, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი საზღვრების და საკუთარი სურვილების გამოცხადება, ანუ ღიად თქმას, შესაბამისად ადამიანებისთვის ნახეთ, თუ სამსახურში მნიშვნელოვანი ხართ. ისინი გაითვალისწინებენ ამას, რომ თქვენ გჭირდებათ დასვენებაც და უფრო ნაყოფიერი იქნებით, თუ უპირატე ურთიერთობის მდგომარეობა, თქვენი პარტნიორი მიხვდება იმას, რომ თქვენს გჭირდებათ პირადი სივრცე და მხოლოდ მასზე ორიენტირებული არ ხართ. თუ არც ერთ მხარე არ მიხვდება ამას და რაღაცა მოთხოვნები ექნებათ, მაშინ დამიჯერეთ, რომ არც სამსახურია თქვენ და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგიშვებენ და ჯობია თქვენ თვითონ დააღწიოთ თავი იმ რუტინას, რაშიც ხართ და თუ პირად ურთიერთობის მდგომარეობა და მით უმეტეს არ გაგითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში ეს იგი ეს ადამიანი თქვენი არ არის, ადრე თუ გვიან ეს ადამიანი მაინც წავა თქვენგან, იმიტომ რომ თქვენზე კომფორტულ ადამიანსაც იპოვის, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ აი აქ თქვენი ყველაზე ხელი შემშლელი ფაქტორი ის არის, რომ არ უყურებთ სხვა შესაძლებლობებს თქვენს ცხოვრებაში, არ უყურებთ სხვა გზებს თქვენს ცხოვრებაში. ერთნაირი სცენარით მიყავთ ყოველთვის, აი არ გადახედავთ ხოლმე რა მდგომარეობა და შესაბამისად შინაგანი დისკომფორტი გაქვთ, შინაგანი ბრაზი იწყება და მერე უკვე ეს თვითგვემის მდგომარეობა და ეს ბრაზის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, წინ ვერ წაგვიყვანს, ხო? იმიტომ რომ მერე ფიქრობთ იმაზე, რომ შინაგანად როცა ბრაზობს ადამიანი, რომ ის არ იმსახურებს, ის ყველაზე ცუდია, რომ ის საშინელებაა, რომ ძალიან მძიმე არის ცხოვრება, რომ ცუდად არის და ვერავინ ვერ ხედავს, ვერავინ ვერ აფასებს და არავისთვის გამოსადეგი ადამიანი არ არის. რატომღაც აი რაღაცა ესეთი მომენტები მოდის ხოლმე. რა დაგეხმარებათ, მოდით ნახოთ. რა არის ის, რაც დაგეხმარებათ? რა არის ის, რაც დაგეხმარებათ? შიშების დაწლევა. ნახეთ, როგორც ჩანს, თქვენ ძალიან ბევრი შიში გაქვთ. როგორც თქვი დავახსენე, შიში გაქვთ იმის, რომ იქ სამსახური არ დაკარგოთ, იქ პარტნიორი არ დაკარგოთ, იქ რაღაცა სიტუაცია არ მოხდეს ისე, ვთქვათ, ანუ შეიძლება ითქვას, დავკარგოთ ერთია, მაგრამ სხვა არ გავანაწყენო. ნახე, სხვის არ განაწყენების შემთხვევაში საბოლოო ჯამში საკუთარ შინაგან თავმოყვარეობას, თვითშეფასებას, სურვილებს, ემოციებს ანაწყენებ. რაც მერე იწვევს ზუსტად იმ ნერვიულ არევას, რომელიც მოდის იმ ბრას და ასე შემდეგ. რა დაგეხმარებათ? ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ შიშებზე, საკუთარ ემოციაზე, ესე რომ ვთქვათ, ხო? იმაზე, რომ ქვეყანა არ დაიქცევა, თუ თქვენ რამეზე იტყვით არას. ის რომ არავინ არ დაიკარგება არსად, თუ თქვენ იტყვით არას. არ თქვენ სამსახურში არ გაუჭირდება თქვენ თანამშრომელს, თუ ეტყვით არას, დადგება და თვითონ გაათენებს ღამეებს და იწვალებს და გაიზრდება კარგი კოლეგა. თუ თქვათ პირად ურთიერთობაშია, ნახეთ, პირად ურთიერთობაში მით უმეტეს კიდე ეს მომენტი არის, როდესაც ადამიანმა, ნახეთ, იცის, რომ თქვენი ფასი გაქვთ,
თქვენი შინაგანი დისციპლინა გაქვთ, შინაგანი სურვილები, მაღალი არის თქვენი ეს ემოციური მდგომარეობა, უკვე პარტნიორიც იწყებს სწორად მუშაობას თქვენთან და სწორ ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში და სწორ გადაწყვეტილებებს. და თუ თქვენში დაინახა, რომ თქვენს თავს პატივს არცემთ და თქვენ რაღაცის გეშინიათ, აი ნახეთ, ძალიან ესე ცუდად იციან ხოლმე შევადაროთ, აი პატარა ბავშვი, როდესაც ხედავს, რომ იტირა და დედამ უცებ გაიქცა და შოკოლადი მიუტანა, ის მეორე დღეს ხვდება იმას, რომ ერთხელ გააკეთა მიიღო ის შოკოლადი, მეორედ გააკეთა, მიიღო ის შოკოლადი და მესამედ უკვე იმას აკეთებს სპეციალურად. იმისთვის, რომ მას ექნება ესეთი მომენტი, რომ დედა გაიქცევა და აუცილებლად მიუტან შოკოლადს და შესაბამისად ნახეთ პარტნიორულ ურთიერთობაში, როდესაც პარტნიორი ხედავს, რომ შენ გააქვს იმისი შიში, რომ ოღონდ ის არ წავიდეს, იმას არ ეწყინოს, ოღონდ ვაიმე და ეს სულ დაძაბული ხარ და მოჭიმული ხარ, რეალურად ის მერე იწყებს თქვენით манипуლირებას. და შესაბამისად მე უკვე ის მომენტი არის, რომ აი რაღაცა ოდნავ წარბის ახრა, ოდნავ რაღაცა სახის მოშამვა ნიშნავს იმას, რომ ის უკმაყოფილოა თქვენ და რამდენჯერაც ის ამას გააკეთებს, რომ ის უკმაყოფილოა თქვენ, იმდენჯერ კიდევ უფრო დაგეცემათ თვითშეფასება და იმდენჯერ უფრო მეტი შიში შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ თქვენ ყველაზე მეტად დაგეხმარებათ აქ უფრო მოდით ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობა საკუთარ თავზე, შიშების დაძლევაზე, ემოციურ დაბალანსებაზე, თვითგანვითარებაზე. ზრუნვა ეს იქნება თქვენთვის ძალიან დიდი დახმარება და ძალიან დიდი ასე ვთქვათ რესურსის მოძიება, რომელიცაც მე უკვე გააკონტროლებთ აბსოლუტურად ყველაფერს. და იქეთ იქნებით თქვენი ცხოვრების რაღაცა დამგეგმერი და არა ის, რომ თქვათ იქ მეგობარი დარეკავს თუ მეზობელი თუ დედა თუ მამა და შვილი და შეყვარებული თუ მეუღლე, ყველაზე მორგებული და თქვენ რომ უბრალოდ გინდათ ჩამოჯდომა და ფინჯანი ყავის დალევა, უბრალოდ რაღაცა სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, ამის გვერდზე გადადება აღარ მოგიწევთ და ვეღარ შეძლებენ, ანუ მე ჩემი საათი მაქვს, ახლა უბრალოდ ვისვენებ, რომ მოვითლი აუცილებლად შეგეხმიანები. აი, ამით თქვენ ბევრ რამეს შეცვლით. ამით თქვენ შეცვლით დამოკიდებულებას თქვენთან. და ყველას ეცოდინება, რომ თქვენ გაქვთ თქვენი საათი, რომ თქვენ გაქვთ თქვენი დრო, რომ თქვენ გაქვთ თქვენი სივრცე. აი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს აუცილებელია თქვენთვის, იმისთვის, რომ უფრო მეტი დადებითი მდგომარეობა გქონდეთ ცხოვრებაში და უფრო დაალაგებული, ესე ვთქვათ, ცხოვრება გქონდეთ. მოკლედ, აი ესე გამოვიდა პირველი ვარიანტი. მე რა თქმა უნდა, გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს. და მოდით ნახოთ. მეორე ვარიანტი. სად ხართ ახლა? აქ როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი აშკარად უფრო ესეთი სად ხართ ახლა, ვიტყოდი რომ რაღაცა სიახლეებისკენ, წასვლისკენ ვართ გამზადებულები. შეიძლება მივიღეთ გადაწყვეტილებაც უკვე რომ და დავიწყოთ, ან უბრალოდ შეიძლება არ მივიღეთ, უბრალოდ დავიწყეთ მოქმედება, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ და დავიწყოთ მოქმედება, ან უბრალოდ შეიძლება მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სულ მოვიდა დრო იმისი, რომ მე ახლისკენ წავიდე. ვერ ვიტყვი რომ ცუდ ენერგიებში ხართ, მაგრამ მე უფრო როგორი მომენტი მაქვს, იცით, რომ აი რამდენჯერაც ვიღებ გადაწყვეტილებას, იმდენჯერ რატოღაც თითქოს ჩერდებით. ხო, აი თითქოს მიუწვდომელი გგონიათ თქვენი მიზნები, მიუწვდომელი გგონიათ თქვენი სურვილები. ნუ იქ ვიღაცისთვის შეიძლება პირად ურთიერთ მიუწვდომელი გგონიათ ვიღაცა ადამიანი, რომელიც საერთოდ შეიძლება თქვენ კი ესე გგონიათ, რომ იდეალურია და მიუწვდომელია და მსგავსი არავინ არ დადის, მაგრამ ამიტომ შესაძლებელია, რომ თქვენ ბევრად ჯობდეთ ამ ადამიანს და ბევრად უფრო საინტერესო იყოთ, ხო? ანუ ბევრად განათლებული, ბევრად მოწესრიგებული, აზრიანი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ვიზუალური მხარე ძალიანაც გვაცდუნებს და შეიძლება ვიღაცა გგონია, რომ ანუ სასწაული უნდა იყოს, მაგრამ პირს რომ გააღებს, იქ მერე მთავრდება ყველაფერი, იმიტომ რომ მისი შინაგანი მდგომარეობა არც ისეთი
დიდად საინტერესო აღმოჩნდება ვიდრე გარეგანი, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის. მეორე ვარიანტი, თქვენ გაქვთ ეს მომენტი, რომ დაწყებული გაქვთ რაღაც, იცით, რომ ცვლილებები საჭიროა, ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ აი ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი უკან შეიძლება ეს მომენტიც იყოს. შეიძლება ეს მომენტი იყოს, რომ აი დღეს არა, მოდი ხვალ დავიწყებ. არა, ხვალ არა, მოდი ბარემ ორშაბათიდან დავიწყებ. არა, ორშაბათი არა, მოდი ეხლა რაღაცა თავზე მთვარეა, მე ახალი მთვარეა, აი ნახეთ თუ იწყებთ, უნდა დაიწყოთ, არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ღამის 3 საათზე მივხვდეთ, რომ всё, მე დღე ანუ მინდა всё უკვე რომ დავიწყო დიეტა, დავიწყებ დღესვე და არა ხვალ დავიწყებ, ან ზეგ დავიწყებ, ხო, დღესვე მინდა რაღაცის ცვლილება, ვიწყებ დღესვე. მოვიდა თავში ეს აზრი, ვიწყებ, მორჩა. ანუ ამას არ ჭირდება მეორე დღე, მესამე დღე და მეოთხე დღე. იმ წუთას ვიწყებ მოქმედებას, მაგრამ აი აქ რაღაცა ეს მომენტი არის, თქოს დავიწყეთ რაღაცის გაკეთება, მაგრამ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ გადადგეთ ნაბიჯი. ანუ თქვენი დღევანდელი სად ხართ, ეს არის სიტუაცია, როდესაც აი პიკზე ცვლილებები შეიძლება ითქვას, ხო? პიკზე რაღაცა თქვა სამსახურიდან გვინდა წამოსვლა, ხო? მივიღე ეს გადაწყვეტილება, უნდა всё, მე დავამთავრო ყველაფერი, მივიღო გადაწყვეტილება, წავიდე, იქ შეიძლება გასაუბრებებზეც იყავით, უკვე რამოდენიმე ვარიანტიც კი შეიძლება გქონდეთ გასაუბრებიდან მოსული, მაგრამ აი ნუ რაღაცა მომენტში მაინც ყოყმანობთ, ხო? მაინც ჩერდები, ან უბრალოდ აღფრთოვანებული დარჩენ შეიძლება გასაუბრებაზე თქვენით, მაგრამ თქვენ ეუბნებით, რომ აი მაინც დავფიქრდები კიდე მინდა თუ არა აქ და ჩერდებით იქ, სადაც რეალურად ზუსტად იცით, რომ არ გინებთ, ხო? თუნდაც პირად ურთიერთობაში რაღაცა აღარ გაკმაყოფილებთ, აღარ მოგწონთ, მაგრამ ნუ თქვენ მაინც იცით, რომ შესაძლებელია სიტუაცია, შესაძლოა მე არ ვიცახი, მაინდამაინც ურთიერთობიდან წასასვლელი ხართ, უბრალოდ არის მომენტი, როდესაც ურთიერთობა სჭირდება რაღაცა განახლება, გალამაზება, შელამაზება, ხო, ეს რაღაც პირველი ემოცია, ახლა პირველად რომ დაგინახე და აი რომ გამიღიმე და ვიგრძენი რომ მიყვარხარ, ну, რამდენი ხანი შეიძლება აი ამ მდგომარეობამ გასტანოს, ხო? კაი, ერთხელ გავიხსენე, რომ აი პირველად რომ დავინახე რა კარგი იყო, რომ რაღაცა ის მიყვარდა და ეს გულმა სხვანაირი ფეთქვა დაიწყო. მერე მეორედ, მერე მესამე და ხა ამ ურთიერთობას სჭირდება, რა თქმა უნდა, ემოციებიც, ხო? პერიოდულობით მაინც, იმისთვის რომ თუ ყოველდღიური არა, პერიოდულობით მაინც. კარგით, რა გიშლით ხელს? ნახოთ, აბა რა გიშლით ხელს? რა არის ის, რაც თქვენ გიშლით ხელს? აი თქვენს რაღაცაა ზუსტად იგივენაა, თითქოს პირველ ვარიანტში პენტაკლების რაღაც დავადას და რა არის, აბა ნახოთ ერთი. აჰა. ესე იგი რა ხდება ახლა თქვენთან? ნუ დავიწყებ პირველი ის, რომ თქვენც რატომღაც არ ხედავთ გზებს, ან არ გინდათ რომ შეამჩნიოთ ეს თქვენი გზები, არ გინდათ რომ დაინახოთ ის შესაძლებლობები, რაც თქვენს გარშემო არის და ეს ყველაფერი ნახეთ საბოლოო ჯამში ილუზიას გიგებთ. ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ. ნუ ერთის მხრივ შესაძლებელია ვთქვათ პირობითად, კი მინდა სამსახურიდან წამოსვლა, მოდით ესე ვთქვათ. მაგრამ რომ ვერ ვიშოვო სამსახური. ბიჭო, გააგზავნე CV და მერე თქვი რომ ვერ შოულობ სამსახურს, ხო? ჩარიე სამეგობრო წრე და კითხე სადმე ხო არეგულებათ უკეთესი სამსახური, ხო? უბრალოდ რაღაცა გამიდექი, მოდექი, ხო, რაღაცა იქნება, ან დაფიქრდი, იქნება რამე ბიზნესის დაწყება გინდა და მოგცეს ამისთვის, ანუ პირდაპირ რატო წყვიტავ რომ ვერ იშოვი, ან ვერ გააკეთებ, ან ვერ გამოგივა. მინდა რაღაცა თქვათ მაგისტრატურაში ჩაბარება და ანუ ვერ გამომივიდეს. რატო სად თუ ვერ გამოგივიდეთ ჩაბარება ტყვიას ხო არავინ დაგარწყავთ არა. ვინმე ხო არ სუნუ იტყვით. აუცილებელი არ არის რომ თქვათ გამოაცხადოთ ეს მთელ თქვენ სანათესაურში ან სამეგობროში თუ რა ვიცი სანაცნობოში რომ მე ხვალ მივდივარ გამოსის ჩასაბარებლად და ვაიდარ ვერ ჩავაბარო მე რას იტყვიან. სულ არ არის საჭირო ვინმე გაიგოს თქვენ გამოცდის ჩასაბარებლად მიდიხართ თუ ბოტასების აყეკლად, ხო? ანუ
ცადეთ, გამოგივათ, მერე თქვით რომ აი ნახე მე გამომივიდა, რაღაცი ჩავაბარე ხო, რა ვიცი ჩავაბარე. ან თუ არ გამოგივიდათ, არც არაფერს არ იტყვით, უბრალოდ დაფიქრდებით, მოემზადებით, გადახედავთ, გადმოხედავთ სიტუაციას და გააკეთებთ ხო, მერე ანუ წინასწარ რატო წყვიტავთ იმას, რომ არ გამოგივათ. ურთიერთობებთან მიმართებაში, აი ხა მე რო ჩემ პარტნიორს ვუთხრა რომ მინდა თქვათ დასასვენებლად წასვლა 2 დღით, ის რო გაბრაზდეს და ხა თუ ადამიანი იმაზე გაბრაზდება რომ თქვენ უნდა დაისვენოთ 2 დღე, მაშინ გკითხავთ იმას რომ თანაცხოვრებაში მაშინ შეიძლება 2 საათიც არ დაგსვათ ადამიანმა და ფეხზე უნდა იდგეთ 24 საათი? ხო, ანუ თუ ეგრეთ ვთვლით რომ ეს ადამიანი თქვენს დასვენებას შეეწინააღმდეგება, ან არ გაუხარდება თქვენი წინსვლა, მაშინ ესეთ ადამიანთან საერთოდ რა გინდა? ანუ რა საერთო გაქვს? ის მომენტი რომ აი თქვათ თუ ისეთი სიტუაცია რომ დაშორებით აი უკვე გაუძაძლისია ხო არის ესეთი მომენტები რომ აი აღარ მინდა ანუ აი ძალიან ტოქსიკური ურთიერთობები მინდა წავიდე ამ ურთიერთობიდან და აი ვიწყებ იმაზე ფიქრს აი რო აღარ შემხვდეს არავინ რა რატო არ უნდა შემხვდეთ დაილია მამაკაცები ან ქალბატონები რა ვიცი ძალიან ბევრია არ დალეულა და შესაძლებელია რომ ეს ადამიანი რომელიც გამყოფებთ ტოქსიკურ სიტუაციაში და რა გავა თქვენი ცხოვრებიდან თქვენი რეალური ადამიანიც კი მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში რომელიც წინ წაგწევს რომელიც იამაყებს შენით რომელიც ეცდება შენთან ერთად გაიზარდოს რომელსაც იქნება იმისი სურვილი რომ გაგაბედნიეროს გაგახაროს დაგასვენოს და რაღაცა დადებითი ენერგია შემოიტანა შენთან რატო გონია რომ ვერ შეხვდები ვერავის და გულწრფელად გეტყვით, მე პირადად ეს ჩემი აზრია ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნას მირჩევნია ვიყო მარტო. ანუ სწორად გამიგეთ ახლა რასაც ვამბობ, შეიძლება რაღაცა ცოტა ესეთი მომენტია, მაგრამ მე იმ ურთიერთობაში, სადაც უნდა სული გამჭრეს და ნერვები დამაწყდეს და ცრემლები მქონდეს, თვალები ავსებული და ბედნიერება კი არა, ყოველ დღე იმაზე ვფიქრობდე, რომ ვაიმე დღეს ადამიანმა რაღაცა შეურაცხყოფა არ მომაყენოს და გული არ მატკინოს და ნეტარ დღემ ისე ჩაიაროს, რომ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია არ გქონდეს. ეგეთ ურთიერთობას მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს ურთიერთობა და ძალიან მშვიდად ვიყო ჰარმონიულად ჩემს წიგნებთან, ტაროსთან და ასე შემდეგ. ხო, რაღაცა ნუ ყველას თქვენი სიტუაცია გაქვთ, ხო, გქონდა თქვენ რა ვიცი ტელევიზორთან თუ მეგობრებთან ერთად თუ რა ვიცი კონცერტზე სადმე. მაგრამ არა ნერვებში. ძალიან ბევრს იცით როგორ მომენტი, აი თქვენი ხელი შემშლელი ფაქტორი კიდე არის ის მომენტი, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, აი ეს თუ ის, ეს თუ ის, ეს თუ ის. ანუ კი, რა თქმა უნდა, 100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის. დედჩემის ძალიან საყვარელი ის იყო ანდაძა, რომ აი 100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი. ანუ კი ბატონო, 100-ჯერ გავზომავ. მაგრამ 100-ჯერ რო გავზომე, 100-1000 რატო ვზომავ? ანუ ხო უნდა მოვიდეს ის დრო რომ გავჭრა. ხო უნდა მოვიდეს ის დრო რომ მივიღო გადაწყვეტილება და გადავდგა. სხვათა შორის აი რამდენჯერაც სპონტანურად მიმიღია გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხში, პირად ურთიერთობაში იქნება თუ სამსახურთან მიმართებაში თუ რაშიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო გამართლებული ყოფილა ჩემი ცხოვრების ის მომენტი, აი რაღაცა სპონტანურად მიმიღია გადაწყვეტილება და გამცინებია, რომ აი იმდენად ისე თავისუფლად დალაგებულა, რომ აი რობერტს ვიფიქრებდი, რომ აი ამ დონემდე მივიყვანდი სიტუაციას. აი ესე. ნახეთ, ხანდახან არის მომენტები, როდესაც იმოდენი არ უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში გამოგვეცალოს ხელიდან. ახლა მაგალითად ადამიანი მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ აი მოკლედ გავხსენი რაღაცა ფირმა, რა თქმა უნდა, ხა დააკვირდეთ, ანუ ვთქვათ რაღაცა ისეთ ძალიან დიდ კომპანიაში არის ვაკანსია, მოკლედ ჩემი მეგობარია ეძებს შენაერ კადრს და ნუ გაგიწია რეკომენდაცია და მოდი დაელაპარაკეთ და აი დავფიქრდები. და ამ დროს ანა თქვენ მოიფიქრეთ, რომ კი, კარგი, დაველაპარაკები და ვნახავ ერთი რა ვაკანსია, მან აიყვანა უკვე თანამშრომელი. გამარჯობათ, აღარ სჭირდება თქვენი დახმარება ამ ადამიანს და აღარ სჭირდება თქვენი ხო, ანუ უბრალოდ გამოგეცალათ. პარტნიორმა თქვა შემოგთავაზეთ, რომ მოდი ამ ზაფხულს წავიდეთ, რა ვიცი, სადღაც ჰავაიზე დასასვენებლად. და აი, იცი რა მოიცა დავფიქრდეთ, ხო, ანუ ჰავაიზე წავიდეთ თუ სხვა ხვარჯობია და აი მაინც მოვიფიქრებ და გავიდა ზაფხული.
მოვიდა ზამთარი. ხო, ანუ ნახეთ, აი ძალიან ბევრს ფიქრობთ და ესეც ხელს გიშლით და ნახეთ, ზუსტად ის მომენტი გაქვთ აქ, რომ აი ამდენ ფიქრში რეალურად უკან გრჩებათ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება გქონდეთ. აი უკან გრჩებათ ეს შესაძლებლობები. ეხლა რაღაცა გამოჩნდება, დავფიქრდები, მოვიფიქრებ, მე იქ რაღაცა თან იცით რა არის, ნახეთ, რაღაც ცოტა ვიტყოდი, რომ ილუზიებშიც გადადიხართ და რა კუთხით გადადიხართ ილუზიებში. აი შეიძლება ითქვას, რომ იმაზე მეტს სთხოვთ შეიძლება საკუთარ თავს, ან შეიძლება თქვენს გარემოცვას, ვიდრე მათ შეუძლიათ. ნახეთ, ადამიანებში განსაკუთრებით ადამიანებში თქვენ გაქვთ როგორი მომენტი, იცით, რომ აი მე წარმოვიდგენ, რომ ეს ადამიანი არის ესეთი, აი რაღაცა ავაწყობ ამ ჩემს რაღაცა ჯაჭვს და რაღაცა პერიოდის მერე ვხვდები, რომ ეს ადამიანი არ არის ესეთი. და უკვე იმედგაცრუებას მივიღე, უკვე მივიღე ის დარტყმა, რომ მე რაღაცა არ გამიმართლა. ამ დროს უბრალოდ უყუროთ, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა აი ყვითელი ფერი და არა ის, რომ ახლა ლიმონის ფერში რაღაცა დამატებული რაღაცა ანუ ხო ხვდებით. ანუ დაინახეთ ის, რაც არის რეალურად, ნუ ქმნით რაღაცა კერპებს, მოდით ესე ვთქვათ, რაღაცა მომენტში შეიძლება ურთიერთობებში, განსაკუთრებით აი პირად ურთიერთობასთან განსაკუთრებით თქვენ გაქვთ ეს გაკერპების მომენტიც შეიძლება ითქვას და ეს ძალიან გიშლით ხელს. ძალიან ხელი შეშლილია თქვენთვის. დავნახოთ აბა რა დაგეხმარებათ, რა არის ის, რაც დაგეხმარებათ. რა არის ის, რაც დაგეხმარებათ. რა დაგეხმარებათ და ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცოტა გვერდიდან შეხედეთ ყველაფერს. ნახეთ, აი ზუსტად ის მომენტი, რომ რეალობას შეხედეთ. დიდი გამოცდილება გაქვთ, ასე თუ ისე, რაღაცების ესეთი იცით, ხო, ცხოვრებისეულად რაღაცა პირად ურთიერთობაში თუ სამსახურში თუ რაღაცებს შეხედეთ გვერდიდან. მიუშვით სიტუაცია ცოტა მეტად, აი იმისთვის კი არ მიუშვათ სიტუაცია, აი როგორ ვთქვათ, ნახეთ, როდესაც უშვებ რაღაცა მდგომარეობას, აი რაღაცა არ ეჭიდების სიტუაციას, იმაზე კარგად დაგანახებ სამყარო, რომ რა უნდა გააკეთო. გაუშვა საერთოდ თუ პირიქით ჩაებღავჭო. აუცილებლად დაგანახებთ ამას სამყარო. აი აქ თქვენ გჭირდებათ, ნახეთ, იქ იყო ცხრიან ხმალი, აქ ცხრიან კვერთხებია. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ გჭირდებათ, რომ უფრო დაიცვათ თქვენი საზღვრები. დაფიქრდეთ კარგად, გვერდიდან შეხედოთ სიტუაციებს და მდგომარეობებს, თქვენს შესაძლებლობებს, თქვენს ანუ გაარჩიოთ რეალური და თქვენი წარმოსახვითი მდგომარეობები, შეხედოთ ყველაფერს ცოტა ისეთი მსუბუქად ვიტყოდი, იმიტომ რომ ნახეთ, გამოცდილება საკმაოდ დიდი გაქვთ და შესაბამისად ამ გამოცდილებიდან გამომდინარე იმის საშუალებაც უნდა გქონდეთ და გაქვთ კიდევაც, რომ ცოტა სხვანაირად დაინახოთ ყველაფერი. ამიტომ თუ შეხედავთ გვერდიდან ყველაფერს და თუ შეხედავთ медаლის მეორე მხარეს, აუცილებლად აღმოაჩენთ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას თქვენს ცხოვრებაში. თუ შეხედავთ ამას ყველაფერს, რაღაცა ნახეთ, აღმართავ რაღაცა ბარიერ ჩემს წინ და მე შევხედავ, ვინ ეცდება ამ ბარიერის გადმოლახვას, ოღონდ გადმოლახვას იმითი კი არა, რომ შემომივარდეს, არა. ვინ შეძლებს, რომ აი ეს ბარიერი დაიცვას, ანუ დაიცვას რა კუთხით. პატივისცეს ჩემს გადაწყვეტილებას, პატივისცეს ჩემს
შინაგან მდგომარეობას, ხო, დავინახავ ამ ყველაფერს. მე როგორც კი დავიწყებ, ნახე ძალიან კარგი ის არის, უნდა წახვიდე იმისთვის, რომ დაინახო ვინ არის ნამდვილი მეგობარი შენი და ვინ გამოყვება შენ ბოლომდე. როდესაც რაღაცა სიტუაციიდან მიდიხარ, ნამდვილად ჩანს, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი, იმიტომ რომ ის შენი ნამდვილი მეგობრები არასოდეს არ დაგტოვებენ და გამოყვებიან. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე ძალიან წლების წინ გავაკეთე მსგავსი მომენტი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს გარშემო, მეგობრები, რაღაცა ერთმანეთთან მისვლა, მოსვლა და ასე შემდეგ. ერთ დღეს უბრალოდ გადავწყვიტე, რომ გამქრალიყავი ყველა ცხოვრებიდან. აი, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ გამქრალიყავი. მე არც ტელეფონის ნომერი შემიცვლია, არც მისამართი შემიცვლია და არც არაფერი. უბრალოდ მე აღარავის აღარ ვკითხულობდი. უბრალოდ მე გავწყვიტე მოკითხვა, დარეკვა, მისვლა, მოსვლა და ასე შემდეგ. უბრალოდ მე გადავწყვიტე, რომ გამქრალიყავი. და დამიჯერებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. და აი ვინც დღესდღეობით ჩემს გვერდით არიან, ეს არის თითზე ჩამოსაცვლელი ადამიანები, რომლებსაც აი მართლა რო იტყვიან, რომ ძალიან დიდ პატივს წამდა ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. შეიძლება ითქვას ერთი ხელი მეყოფა იმისთვის, რომ ჩამოვთვალო და საკმარისია ეს ნამდვილად. აი გულწრფელად გეუბნებით, მე მივხვდი რა ყოფნა, მაგით უკვე მივხვდი რა იყო ნამდვილი მეგობრობა, რა იყო ნამდვილი ურთიერთობა, იმიტომ რომ ნახეთ, ის ადამიანები, ვინც მე გამომყვნენ, ისინი არ არღვევდნენ ჩემს დუმილს, ისინი არ არღვევდნენ ჩემს სივრცეს. არა, ისინი უბრალოდ მომყვებოდნენ და თუ კი პატარ-პატარა წაბორძიკების მდგომარეობა შეიძლება და მქონოდა რაღაც გვერდიდან მეხმარებოდნენ, იმ კონკრეტულ მომენტში გვერდში მედგნენ და ისევ მიდიოდნენ. ანუ მომცეს იმის საშუალება, რომ მე ამომესუნთქა, ხო, რაღაცა გამეანალიზებინა, გამეაზრებინა. დღესაც ესე ვარ. დღესაც ხანდახან არის ხოლმე, რომ ყველა ჩემო მეგობრებმა იცის, რომ მე თუ გავქრი, შეიძლება მოხდეს ისე, რომ 2-3 თვე კონტაქტზესაც არ გავიდი ადამიანთან. იმიტომ კი არ მენატრებიან, არ მიყვარან ან რაღაც, მაგრამ ნახეთ ის ჩემი მეგობრები რო არიან და ისინი ჩემი ადამიანები, მათ იციან, რომ მე მჭირდება განმარტოვება. შესაბამისად ისინი მე არ მაწუხებენ, არც იმის პრეტენზია აქვს, რომ გუშინ შენ რატო არ მომიკითხე და მე შენ აღარ მოგიკითხავ, ან ერთი თვე რატო არ მკითხულობდი და ასე შემდეგ. ნახეთ, ამიტომ თქვენ თუ თქვენ შეეცდებთ, რომ აი რაღაცა გვერდიდან შეხედოთ ყველანაირ სიტუაციას, მოხსნათ ეს ილუზიები, რომ ყველა თქვენ რა ვიცი გვერდში დადგება, როცა გაგიჭირდებათ და ყველას გაუხარდება თქვენი ბედნიერება, ნამდვილად არ არის ესე. და ძალიან მარტივი არის ადამიანების გადამოწმება, გულწრფელად გეტყვით, აი, როდესაც ხარ ბედნიერი. აი, როდესაც ხარ ბედნიერი, მაშინ ხვდები, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი. თორე გაჭირვებაში, პრობლემაში, იმაში, რომ სული გვძრება, ძალიან ბევრი ადამიანი სულ უცხო ადამიანებიც კი შეგვიცოდებენ და ნუ რაღაცნაირად დაგვეხმარებიან იმაში, რომ ნუ ფეხზე დავდგეთ, თუ აი წამოვდგეთ და რაღაცა ვისუნთქოთ, ხო? რაღაცა ერთნაჭერ პულს მეზობელიც კი შემოგიტანთ, მეზობელი, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ელაპარაკებოდეთ წლები. მაგრამ აი ბედნიერი როდესაც იქნებით და რაღაცა ის შინაგანი სიმშვიდე როდესაც იქნება, აი მაშინ დააკვირდით ვის უხარია ეს თქვენი სიმშვიდე, ვის უხარია ეს თქვენი ბედნიერება, ვინ იზიარებს ამას გულწრფელად, სიხარულით, ძალიან კარგად მიხვდებით, აბსოლუტურად მიგახვედროთ სამყარო რა როგორ და რანაირად. და აი მაშინ მიხვდებით რა არის და როგორს, აი თქვენ დაგეხმარებათ უბრალოდ ეს მომენტები, თქვენ დაგეხმარებათ ის რომ დისტანცირება დაიწყოთ ცოტა სიტუაციები, თუნდაც იმ სამსახურში კოლეგებში ძალიან მეგობრები რო არიან, მოდით აბა ერთდღე არ დაეხმაროთ და არ გააკეთოთ მათი გასაკეთებელი საქმე. აბა შევხედოთ როგორ იქნება მერე, ისევ იმეგობრებენ, ისევ დალევენ თქვენთან ერთად ყავ-ფინჯან ყავას, ისევ დაგირეკავენ და შესვენებაზე, რა ვიცი, 1000 სიტუაციას განიხილავენ. და შეხედეთ სიტუაციებს. ცოტა ხანი გაერიდეთ რაღაცნაირად მდგომარეობა, ცოტა ხანი აღმართეთ ზღუდე ყველასთან და ყველაფერთან. ახლა მე მას კარგი ხავ, არ გამეკარო, არ დამელაპარაკო. არა, რაღაც ესეთი, ნუ
ზომიერად, ხო? და ზედმეტად რაღაცა დღეს ჩემი საქმე მაქვს, ხო? არ ძალიან უბრალოდ რაღაცის რამდენი დაინტერესდება თქვენი ცხოვრების დეტალებით, რამე ხო არ გიჭირთ, რამე ხო არ გჭირდებათ, ან არა იმიტომ რომ უბრალოდ იჭორაოს მერე და უბრალოდ მოისმინოს თქვენ, არა, გულწრფელად რამდენი იქნება ესეთი ადამიანი და ძალიან დაგეხმარებათ ეს რომ დაინახოთ რეალობა, ანუ ილუზიებიდან გამოგიყვანთ, მაგრამ უკვე თქვენ აღარ შექმნით ადამიანებისგან კერპებს, აღარ შექმნით იმ ილუზიებს, რომ რაღაცა ყველაფერი ფერადია. ნუ ესე ვთქვათ, მე ესე გეტყვით, რომ მეორე ვარიანტმა მოიხსენეთ ეს ფერადი სათვალე და რომ გონიათ, რომ ვიღაცას დაეხმარებით თქვენ და თუნდაც თქვენ პარტნიორს ამოიყვანთ ნაგვიდან ჩამოფერთხავთ, დაბანთ, ახალ ასეთმაც უყიდით, გაპარსავთ, დავარცხნით და ასე შემდეგ და მე ის მადლიერი დაგრჩებათ. ნურას უკაცრავად. შეიძლება თქვენივე ნაყიდი ტანსაცმელით, ან თქვენივე ნაყიდი რაღაცა საჩუქრით სხვა ქალბატონს მიადგეს და რაღაცნაირად თქვენივე ჩადებული ვთქვათ 20 ლარით რომ დღის განმავლობაში მშიერი არ მოკვდეს, ვინმე სხვა ქალბატონი ან სხვა მამაკაცი დაპატიჟოს, თქვენ წარმოიდგინეთ და აქედან გამომდინარე გადახედეთ ყველაფერს კარგად. მოიხსენეთ ვარდისფერი სათვალე და დაიწყეთ მოქმედება. ნუ ჩერდებით, ნუ გაქვთ ეჭვი, ნუ შეგაქვთ ეჭვი იმაზე, რომ არ გამოგივათ, ვერ გააკეთებთ, ვერ შეძლებთ. ნუ თუ აქ ის მომენტია, რომ ვინმე მაგას გეუბნებათ, რომ ვერ გააკეთებ. აი ეს ადამიანები ზუსტად მაგაში გამოჩნდებიან, რომ ჩაიხსნით, რამდენად გაგიმარტივდებათ. როდესაც ადამიანი გეუბნებათ 24 შუწევ შენ არ გამოგივა რაღაცა, იქ დამთავრებულია, შენ ნამდვილად არაფერი არ გამოგივა, იმიტომ კი არა რომ ვთქვათ მართლა არ შეგილი, არა, იმიტომ რომ შენმა ქვეცნობიერმა ის დაიმახსოვრა, რომ მას არაფერი არ გამოუვა. და რა თქმა უნდა, სიტყვის ძალას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხა 24 შუწევ ვიღაცა შემოგიწახებთ, რომ მახინჯი ხარ, უზნო ხარ, ესეთი ხარ, გექნება ეს რაღაცა მომენტი, ხო? სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. არ გამოგივა ეს ნიშნავს, რომ არ გამოგივა რაღაცა პერიოდი, ანუ იმიტომ რომ რეალურად შენი პროგრამა დაიწყებს ზუსტად ეგრე მუშაობას, რომ მე არ გამომივა არაფერი. აი ესე გამოვიდა მოკლედ მეორე ვარიანტით. მე რა თქმა უნდა გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს, სიყვარულს. სწორ მეგობრებს, სწორ ადამიანებს გვერდით, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთოდ ზოგადად და ყოველივე საუკეთესოს. შეგახსენეთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის წინამორბედად პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. დროებით.